ომის ჯოჯოხეთით და შიშით ვაჭრობა პოლონეთის გაყოფის თარიღი. ისევ პოლონეთში რუსულ დრონებს და ნატოს რეაგირებაზე. წვრთნები ზაპად 2025 პოპულისტი პოლიტიკოსების აღზევებაზე ტრამპის ერაში და რა თქმა უნდა, რა ხდება ფრონტზე. ეს არის თემები, რომელზეც დღეს ვისაუბრებ. გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯერი ჟურნალისტი. დღეს 18 სექტემბერია 2025 წელი. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1302 დღე გავიდა. თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში და დავიწყებ ტრადიციულად მადლობით თქვენ ყველას, ვინც მიყურებთ, აქტიურობთ კომენტარებში, ალაიქებთ ვიდეოს, ხართ ჩემი გამომწერები. თქვენ კი ვისაც ჯერ არხი არ გამოგიწერიათ, ახლა ის დროა რომ გამოიწეროთ ეს არხი და ალაიქოთ ვიდეო, გააშეროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, ასევე დონაციის მსურველებს შეგახსენებთ, რომ ანგარიშის ნომერი დევს აღწერაში, შეგიძლიათ ნებისმიერი თანხის დონაცია. აქვე იმ ხალხს მინდა მივმართო, რომელიც განსხვავებულ აზრს აფიქსირებს კომენტარებში, ჩემთვის თქვენთან პოლემიკა საინტერესოა, თუმცა აი თქვენ, ვინც ზრდილობით ვერ გამოირჩევით, მოგიწევთ, რომ უბრალოდ ზრდილობა გამოიჩინოთ, ამითი თქვენ ოჯახის სახეს წარმოადგენთ. გარდა ამისა, კიდევ ერთი სიახლის შესახებ, ჩემს მეგობრებთან ერთად დავიწყე ახალი პროექტი, ბოლო სიტყვა. თამარა ნუცუბიძე, ბეკა პატროშვილი, გიორგი ხუტავა, შესაბამისად ევროსკოპი, რედლაინ და სამოქალაქო საბჭო, აი ეს პლატფორმების წარმომადგენლები და ბოლო სიტყვაზე ამ პლატფორმაზე ჩვენ პირველ ეტაპზე კვირაში ერთხელ შევაჯამებთ ხოლმე კვირის აქტუალურ საკითხებს და ამ პროექტის ლინკიც ასევე აღწერაში არის. ახლა კი დავიწყოთ დღევანდელი ეპიზოდი. 17 სექტემბერს 1929 წელს კომუნისტები თავს დაესხნენ პოლონეთს, რომელშიც ფაშისტები უკვე იყვნენ, გაიყვეს პოლონეთი და მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი შედგა, საზეიმო აღლუმიც კი ჩაატარეს პოლონეთში და შეგახსენებთ, რომ ამას მოყვა დაახლოებით 20 სხვადასხვა წყარო არსებობს, თუმცა 22000 პოლონელი არის ის, რაზეც უმეტესობა წყაროების ჯერდება, 22000 პოლონელი კატინის ტყვეში დახვრიტეს. ანუ ეს არ იყო საბრძოლო მოქმედებები, არამედ კომუნისტებმა უბრალოდ ტყვე დაიყვანეს 22000 პოლონელი, წაიყვანეს ტყვეში და დახვრიტეს. ასე რომ ესეთი არის რუსეთის სახე, ეს ისტორიული, ასე ვთქვათ, ისტორიის გამოძახილი, ისტორიის, რომელსაც სამწუხაროდ როგორც ჩანს, კაცობრიობა ვერ სწავლობს. ახლა კი რა ხდება თანამედროვე სამყაროში? დიახ, გასული კვირის მთავარი თემა სწორედ რუსული დრონები პოლონეთში იყო, ჩვენ ამას შევეხეთ, თუმცა რამდენიმე, ასე ვთქვათ, დრო უკვე გავიდა და ვნახოთ საბოლოო ჯამში როგორი რეაგირება ჰქონდა ნატოს. პირველი რეაგირება ვიცით, რომ საკმაოდ სუსტი იყო და ამაზე წინა ორ ეპიზოდში საკმაოდ ბევრი ვილაპარაკე და უნდა აღინიშნოს, რომ რა ის გაკეთება შეეძლო ნატოს და რა არ გააკეთა, ასე ვთქვათ. პირველ რიგში მოდით გავიხსენოთ, რა უსწრებდა წინ პოლონეთში რუსული დრონების შეფრენას. რა უსწრებდა და პუტინის განცხადება მის ტრადიციულ ჟანრში, რომ თითქოს ამბავი, რომ რუსეთი დასავლეთზე თავდასხმას აპირებს, არის ბოდვა ტყუილი და არაფერს მსგავს რუსეთი არ აპირებს. ამ განცხადებიდან არ იყო გასული ერთი კვირა და ეს ძალადობის აქტი მოხდა. რუსული დრონები პოლონეთში შეფრინდა. თუმცა ეს მოხდა უარყოფის ფონზე, ანუ არა ჩვენ არ ყოფილვართო, მიუხედავად ყველაფრისა ამტკიცებენ რუსები. შესაბამისად, პუტინი ისე მოქმედებს, როგორც მოქმედებს ხოლმე, ჯერ აკეთებს განცხადებას, რომ არაფერს არ გეგმავს, მერე ამ არაფერს აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ მე არ ყოფილვარო. მოკლედ ამას თავი დავანებოთ, ეხლა ნატოს რეაგირებაზე ვილაპარაკოთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნე, რომ პირველადი რეაგირება საკმაოდ სუსტი იყო. თუმცა რა შეეძლო მოკლედ ეხლა ნატოს გაიკეთებინა, ხო? და რა არ გააკეთა ამ ჭრილში. პრინციპში არსებულ რეალობაში შეიძლება ითქვას, რომ მეტის გაკეთება არც არაფერს არ შეეძლო. ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ კონტექსტი ასეთი არის, რომ მთელი ევროპული ცივილიზაცია შემდგომ რუსულ ესკალაციას და ასე ვთქვათ, გამძაფრებას რუსეთის მხრიდან ელოდება 2027-დან 2030-მდე პერიოდში და მთელი ინფრასტრუქტურის მოწყობა ახლა ამაზეა მიმართული. იგივე ვთქვათ, საზღვრისპირა რეგიონების გამაგრება იქნება ეს ბალტიის ქვეყნები თუ პოლონეთი, იგივე ნატოს წვრთნები, რომელიც მიმდინარეობს, ყველაფერი ამაზე არის მიმართული, რომ 2027-მდე უნდა იყვნენ საბოლოოდ მზად იმისთვის, რომ რუსული თავდასხმა მოიგერიონ. როგორც ჩანს, პუტინი ამ 2027-მდე ცდილობს, რომ იპოვოს, ასე ვთქვათ, სუსტი წერტილები
და შესაბამისად მოქმედებს. და ეხლა რა გააკეთა ნატომ? ჩვენ ვიცით, რომ ნატომ ააფრინა ავიაგამანადგურებლები პოლონელებთან ერთად და ასე ვთქვათ, სინქრონში იმუშავეს. მადლობა მათ, რომ მეგობრული ცეცხლი არ ჰქონდათ. ხო შეიძლებოდა, რომ პოლონურ და ნიდერლანდურ ავიაგამანადგურებლებს, რომლებიც ნატოს ეგრეთ მოქმედებდნენ, რაღაც მეგობრული ცეცხლით ერთმანეთით ჩამოეგდოთ. შეიძლებოდა, თუმცა ეს არ მოხდა. მადლობა ამისთვის ნატოს. ეს მცირე სარკაზმი გადავდოთ. პრინციპში რაც გააკეთა ნატომ, ეს არის host nation support, ანუ მიმღები ქვეყნის დაცვა, მხარდაჭერა. ამ შემთხვევაში მიმღები ქვეყანა იყო პოლონეთი და ეს მხარდაჭერა ნამდვილად იყო და იყო, ასე ვთქვათ, მოკისიერი, იგულისხმება სწორედ აი ეს ავიაგამანადგურებლების აფრენა და ერთობლივი მოქმედება პოლონეთის ავიაციასთან ერთად. გარდა ამისა, ასევე საკმაოდ მოკისიერი ნაბიჯები ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის, რომლებსაც დამატებითი ავიაგამანადგურებლები გააგზავნეს პოლონეთში, ასევე ამოქმედდა აღმოსავლეთის მცველი ასეთი პროგრამა, წვრთნების მთელი კასკადი, ასე ვთქვათ. და პრინციპში აი ეს ნაბიჯი, რისი რა ნაბიჯის გადადგმაც ასე შეეძლო ნატოს ამ ეტაპზე, მან გადადგა, რაც შეეხება მეხუთე და მეოთხე მუხლებს. ნუ მეოთხე მუხლი შეგახსენებთ კონსტიტუციას გულისხმობს, მეხუთე მუხლი პირდაპირ სამხედრო ჩარევას, აირჩიეს, რომ მეოთხე მუხლის შეკრებილიყვნენ და კონსტიტუციები გაემართათ, გამართეს პრინციპში ეს კონსულტაციები და ასე ვთქვათ, იმოქმედეს იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც ამ ეტაპზე ჰქონდა. აქვე სულ ცოტა ხნის წინ სანამ ვიდეო შეწერას დავიწყებდი, გახდა ცნობილი, რომ პოლონეთი და უკრაინა შეთანხმდნენ ერთობლივ ჰაერსაწინააღმდეგო ჯგუფების დაკომპლექტებაზე. საუბარი არის მათ შორის იმაზე, რომ უკრაინა გაუზიარებს პოლონეთს სადაზვერვო ინფორმაციას მფრინავი უპილოტო აპარატების შესახებ, მათი ტრაექტორიის შესახებ. მოკლედ ნახოთ აქ რა ნაბიჯები გადაიტმება წინ. აქვე შეგახსენებთ, რომ თუკი არხი არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწეროთ. თუკი ეს შეთანხმება, რომელიც გაფორმდა უკრაინასა და პოლონეთს შორის, არ იქნება იმ მასშტაბის, რა მასშტაბზეც გასულ, ასე ვთქვათ, ეპიზოდებში საუბრობდი და შეგახსენებთ იდეას, რომ ეს იყო რაცა ერთობლივად, რომ ნატომ უკრაინის დასავლეთ ნაწილში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებზე იმუშაოს და ნატოს ქვეყნებად ჩამოაგდონ რუსული უპილოტო თვითმფრინავებიან რაკეტები, რომლებიც დასავლეთ უკრაინაში შევლენ. თუკი ეს არ მოხდება, რა შეიძლება სხვა კიდე გაკეთდეს, არსებობს ასეთი იდეაც, განიხილება მათ შორის და ალბათ საინტერესო იქნება თუ ასეთი რამე შედგება. აქ საუბარი არის ბალტიის ქვეყნებზე, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, რუმინეთი, აი ამ ქვეყნებმა უკრაინელებთან ერთად შექმნან მობილური ჯგუფები, რომლებიც ოპერირება მოხდება, ასე ვთქვათ, თვითონ უკრაინის ტერიტორიაზე. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები, ასე ვთქვათ, მეთოდი უპილოტოებთან ბრძოლის არის სწორედ ეს მობილური ჯგუფები ძირითადად სხვადასხვა ტიპის საზიანო დანადგარებით გადაადგილდებიან დრონის ტრაექტორის მიხედვით და მათთვის სასურველი პოზიციიდან ხდება მათი ჩამოყრა და აი ამ ოპერაციებში მონაწილეობის მიღება იმისთვის, რომ პირდაპირ, ასე ვთქვათ, ბოდიში ცინიზმისთვის, თუმცა პირდაპირ ამხელა პოლიგონი არის უკრაინის სახით და შეუძლიათ ამ ქვეყნებს მათი სამხედროები გააგზავნონ და იქვე რეალურ დროში და რეალურ სივრცეში შეძლონ არა წვრთნები, არამედ პირდაპირ ბრძოლაში მიიღონ საბრძოლო გამოცდილება, როგორ უნდა, ასე ვთქვათ, იმოქმედონ რუსული დრონების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება არ არის ადვილი, რადგან ძალიან ძნელია დაიჯერო, რომ აღარაფერი აღარ იქნება ისე, როგორც იყო თუნდაც გუშინ, როგორც იყო მანამ სანამ რუსეთი შეიჭრებოდა უკრაინაში და დაიწყებოდა სრულმასშტაბიანი ომი. ძალიან ძნელია დაიჯერო, რომ ხვალ შუქი არ გექნება, ძალიან ელექტროენერგია გაითიშება, ძალიან ძნელია დაიჯერო, რომ მოგიწევთ თავშესაფარში გადახვიდე და იქ შეაფარო თავი აგრესორის ბომბებს. ძალიან ძნელია დაიჯერო, რომ შეიძლება იყოს ძალიან ძნელია დაიჯერო, რომ შენი ბედნიერი ცხოვრება ესეთი ბედნიერი აღარ იქნება და ამიტომ ამას, ასე ვთქვათ, ამის უარყოფა ძალიან ჩვეულებრივი ადამიანური ბუნებაა. თუმცა, აი აქ სწორედ შემოდის, ასე ვთქვათ, სცენაზე პოლიტიკა და პოლიტიკოსები. ჩერჩილს შეიძლება ბევრი საკამათო გადაწყვეტილება მიუღია, თუმცა მისი, ასე ვთქვათ, ფრაზა, რომ არსებობენ პოლიტიკოსები და არსებობენ სახელმწიფო მოღვაწეები, ვფიქრობ, აი ამ პერიოდს ძალიან კარგად აღწერს, რადგან პოლიტიკოსები არიან ადამიანები, რომლებიც
ფიქრობენ არჩევნებზე და არჩევნების კუთხით ნამდვილად ძალიან ძნელი არის შენს მოქალაქეებს უთხრა რომ ახლა რაღაც სოციალურ პროექტებზე უნდა შემცირდეს ბიუჯეტი და აუცილებელია თავდასხმის გაძლიერება. ხოლო აი სახელმწიფო მოღვაწეები ფიქრობენ იმაზე რომ აი ეს ხალხი იქნება ვინც შემდეგ ომის დაწყების შემთხვევაში ისევ მათ მიუბრუნდებათ, ამიტომ სახელმწიფო მოღვაწეები აკეთებენ ყველაფერს რომ აირჩიონ ერების ღირსეული განვითარება და ისევ ასე ვთქვათ ჩერჩილს რო დაუბრუნდეთ შეიძლება ასე ვთქვათ ეს მას მიაწერენ და ასე ვთქვათ პირდაპირ კავშირი არ იყოს, თუმცა მაინც ძირითად წყაროებში ესეც ჩერჩილს მიეწერება, ჰქონდათ არჩევანი ომსა და დამცირებას შორის, თქვენ აირჩიეთ დამცირება, ამიტომ მიიღეთ ომიც და დამცირებაც. მაშინ როდესაც რუსეთს გადაწყვეტილი აქვს ომი, მას არ ჭირდება არანაირი ასე ვთქვათ მიზეზები იმის რომ ეს ომი დაიწყოს, ის ყოველთვის იპოვის რის გამო დაიწყოს ომი, რის გამო გააფართოვოს აგრესია. ეს უახლესმა ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა საქართველოს მაგალითზე, უკრაინის მაგალითზე თუ სხვა ნებისმიერ მაგალითზე, ახლაც იგივე პოლონეთის მაგალითზე ის პირდაპირ პროვოცირებას ეწევა, რომ ნატო ჩართოს ამ ომში. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი არის ახლა რომ პოლიტიკოსებმა გაიაზრონ რა დევს სასწორზე. არაერთხელ მithქვამს და კიდევ გავიმეორებ რომ სამწუხაროდ კაცობრიობა ისტორიისგან ვერაფერს ვერ სწავლობს. ჩვენ ახლა ვიყოფებით იმ სპირალში, რომელსაც სპირალშიც 1 საუკუნის წინ ვიყავით. ხდება პოპულისტი პოლიტიკოსების აღზევება და ეს ყველაფერს ტრამპი ძალიან უწყობს ხელს. ტრამპი უწყობს ხელს იმდენად, რამდენადაც გაუგებარია მისი მოქმედებების, ასე ვთქვათ, დიაპაზონი, რას აკეთებს და რას ცდილობს. მათ შორის თუნდაც ბელარუსთან მიმართებაში ხო კი ძალიან მაგარი არის რომ ლუკაშენკოს პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, თუმცა ამითი რანაბიჯი გადადგა ტრამპმა, ხო, ამითი მოხსნა შეზღუდვები ბელავიაზე, ბელარუსულ ავიაკომპანიაზე, რომელიც თავის ხვი დაფრინავს რუსეთში. აეროფლოტის თვითმფრინავები რომ ბელავიაზე გადაფორმდეს და ასე მიიღოს რუსეთმა მეორადი მოხმარების ნაწილები მისი ავიაციისთვის, რა ვერ მოხდება ასე. და ეს რომ პირდაპირ ასე ვთქვათ ირიბი მხარდაჭერა არის რუსეთის, რა ასე არ არის. სწორედ ამაში არის ტრამპის პოპულიზმი, რომ ერთის მხრივ ჰუმანიტარული ნაბიჯებით, როდესაც პოლიტპატიმრების გათავისუფლება ხდება, ის ამაყობს და თუ კი ვინმე კითხავს, რომ რატო ულოცავ იმას ლუკაშენკოს დაბადების დღეს, რატო უძღვნი მას თითი ამბებს, ისინი გიპასუხებენ, რომ აგერ ჩვენ პოლიტპატიმრები გავათავისუფლეთ და სწორედ ამაშია პოპულიზმი, რომ ერთის მხრივ პოლიტპატიმრები გაათავისუფლეს და მეორეს მხრივ ხელი შეუწყეს იქ ავტოკრატიების გაძლიერებას და ომის გაგრძელებას, როდესაც ასევე უდანაშაულო ადამიანები დაიღუპებიან. ზუსტად იგივენაირად შეგვიძლია ვთქვათ, როდესაც ტრამპი ასე ვთქვათ მოითხოვდა, რომ სტამბულში უკრაინელები და რუსები შეხვედრილიყვნენ და შეხვდნენ, ყველამ წინასწარ იცოდა, რომ არანაირი შედეგს არ გამოიღებდა ეს, თუმცა შედეგი, რომელიც გამოიღო, იყო ათასობით რუსი და უკრაინელი ტყუის გათავისუფლება. და როდესაც კითხავ ტრამპს რატო ხარ ინერტული უკრაინასთან მიმართებაში, ეს გიპასუხებს, რომ რატო ვარ ინერტული, აი აგერ ტყუები გავათავისუფლე, რა ეს ცოტა არა, რა თქმა უნდა ცოტა არ არის, მაგრამ სწორედ ამაშია პოპულიზმი, რომ ამის პარალელურად რომ ადამიანები ტყუებიდან გათავისუფლდნენ, შენ რუსეთს აძლევს შესაძლებლობას, რომ გააგრძელოს ომი. როდესაც ის ამბობს, რომ ევროპელები არიან დამნაშავეები, რომ ის ბოლომდე ვერ აწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, პოპულიზმი იმაში არის, რომ ევროკავშირში ყველაზე ბევრ რუსულ პროდუქციას მოიხმარს მისი მოკავშირე ორბანი და ფიცუა. სხვათა შორის უნგრელ ხალხს უიზო მიმოსვლა გაუმარტივა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უნგრელ ხალხს ამას ულოცავ, თუმცა სწორედ ეს არის პოპულიზმი, როდესაც ხალხისთვის უიზოს გამარტივებით შენ ცდილობ, რომ ორბანს მოახლოებულ არჩევნებში დაეხმარო, რომელსაც იმედი მაქვს, რომ წააგებს, ესე პირდაპირ ვეთქვი. ასევე ამ პოპულიზმის და პოპულისტური პოლიტიკოსების აღზევება არის ის, რაც ხდება ისრაელთან მიმართებაში და ჩვენ ვხედავთ მზარდ ანტისემიტიზმს მთელ სამყაროში. და ეს ხდება, ასე ვთქვათ, ნეთანიაჰუს რამდენიმე ყველაზე მსუბუქად შევაფასოთ
საერთო გადაწყვეტილების გამო. აი ამ საერთო გადაწყვეტილებებმა გამოიღო ის, რომ მთელ მსოფლიოში ჩვენ ხედავთ მზარდ ანტისემიტიზმს. მათ შორის ჩვენ ნახეთ, რომ ესპანეთმა თქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში გამოუცხადებს ბოიკოტს, თურქი იქ ისრაელი მიიღებს მონაწილეობას და აი ეს არის სწორედ ანტისემიტიზმის გამოვლინება და აქვე ის რუსეთუმეები, ვინც იტყვით, რომ რუსეთის ნაკრები ხომ მოხსნეს პუტინის გამო. რუსეთის ნაკრები მოხსნეს არა მხოლოდ პუტინის გამო და აი ეს შედარება აბსოლუტურად არრელევანტურია და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფაქტები არის და ახლა ვეცდები აგესნათ რატომ. ნეთანიაჰუ თავდასხმით ომებს არ აწარმოებს პუტინისგან განსხვავებით. ნეთანიაჰუ და ისრაელი იცავს თავს და ის იბრძვის არსებობისთვის. ისრაელი იბრძვის იმისთვის, რომ მტრულ სამყაროში გადარჩეს ფიზიკურად. აი რუსეთი კი მის რაღაც იმპერიულ ამბიციების დაკმაყოფილებას ცდილობს და მეზობლებს არ აძლევს საშუალებას, რომ განვითარდნენ. ასე რომ პუტინი რამდენი წელია რუსეთის მმართველია და ნეთანიაჰუ რამდენი. ასე რომ ეს ორი არარელევანტური შედარება არის და ეს სწორედ აი ფარული ანტისემიტიზმის აღზევებაა, რომელსაც ჩვენ ხედავთ და კიდევ ერთხელ ვისაც ვამბობ, რომ ჩვენ მის სპირალში ვართ, რომელ სპირალშიც ვიყავით გასულ საუკუნეში, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი არის და სადამდე მივყავართ ამ ყველაფერს, ამას მე მგონი კომენტირება არ სჭირდება. აქვე შეგახსენებთ, რომ თუ კი არხი არ გაქვთ გამოწერილი, ახლა გამოვიწეროთ, დალაიქოთ ვიდეო, გააშეროთ თქვენ სოციალურ ქსელში, იაქტიურეთ კომენტარებში, დაწერეთ თქვენი მოსაზრება. და ბელარუსებს საუბრობდი და ბელარუსში და რუსეთში მიმდინარეობს ერთობლივი, ასე ვთქვათ, სამხედრო წვრთნა, ზაპატო 25 გავიდა თითქმის ფინალში, ჩვენ ვიხილეთ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პუტინიც, რომელიც საბრძოლო მოტოციკლეტებს ათვალიერებდა, ასევე რაღაც თანამედროვე რუსულ მიღწევებზე საუბრობდა. რამდენიმე რამით გამოირჩა ზაპატო 25, მათ შორის იმით, რომ მოულოდნელად იქ ჩავიდნენ ამერიკელი სამხედრო დამკვირვებლები და სწორედ ესეც არის პოპულიზმი, როდესაც ამერიკა აგზავნის იქ სამხედრო დამკვირვებლებს, თითქოს მოკავშირე იყოს ერთგვარი რუსეთისა და ბელარუსის. აქვე სამართლებრივისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ნატოდან ამერიკის გარდა თურქეთი და უნგრეთიც აკვირდებოდნენ ამ წვრთნებს, თუმცა ალბათ წონა ვიცი როგორი არის გეოპოლიტიკაში ამაზე დამატებითი კომენტარების გაკეთება საჭირო არ არის. ახლა რაც შეეხება უშუალოდ ზაპატო 25-ს, რამდენიმე რამ მოხდა ასეთი გამოსაყოფი, ასე ვთქვათ, მათ შორის სახმელეთო სამიზნების ავიაციიდან განადგურება და ასევე გამოიყენეს ცირკონი, რუსული ჰიპერბგერითი რაკეტა. და ეს იყო, ასე ვთქვათ, ერთგვარი ძალის დემონსტრება, რომ აი ჩვენ რა მაგრები ვართ. რაც შეეხება ცირკონს, უნდა ვთქვათ, რომ ის რაღაც ახალი შეერაღება რუსულ შეერაღებაში, მისი, ასე ვთქვათ, ტესტირება საკმაოდ ბევრჯერ არ მომხდარა, ყოველ ჯერზე სხვადასხვა მანძილზე იფრინა. ნუ უნდა აღინიშნოს, რომ 1000 კილომეტრი და პლუსი ასე დაფრინავს ეს ცირკონი და მეტიც ცირკონი არა მხოლოდ წვრთნებში გამოიყენება, არამედ რეალურ ომშიც. სამჯერ გახდა კიევი ცირკონის სამიზნე. სამი სხვადასხვა ობიექტზე იქნა გამოყენებული, თუმცა სამივე შემთხვევაში დაფიქსირდა ასეთი რაღაცა, რომ კი რაკეტები მიფრინდნენ, თუმცა მძლავრი აფეთქება, ისეთი აფეთქება, როგორიც რუსული პროპაგანდის მიხედვით ცირკონს უნდა გქონდეს, არ დაფიქსირდა. ახლა ეს რატომ მოხდა? იმიტომ რომ სპეციალურად არ ჩადეს მძლავრი ამფეთქი და რაღაც სხვა დატესტეს, თუ როგორც ხდება ხოლმე რუსეთის შემთხვევაში, რომ რაღაცა მისე ვერ იმუშავა, როგორც უნდა იმუშავა, ეს არ ვიცი, შესაბამისად ამაზე სპეკულაციებს ვერ დავიწყებ, თუმცა ფაქტი ეს არის, რომ სამჯერ ესწროლეს კიევს და სამჯერვე მხოლოდ მცირედი აფეთქება და ნამსხვრევები ჩამოიყარა, რამაც დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები. ასე რომ ცირკონზე ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშანია და ვნახოთ საომავლოდ რა მოხდება, თუმცა ამის პარალელურად, ასე ვთქვათ, როდესაც ნატოს რეაგირებაზე ვსაუბრობდი თავში, უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი ფაქტი, რომ ნატომ ასე ვთქვათ, წვრთნების და სწავლებების რამდენიმე ციკლი ჩაატარა, სადაც მათი მთავარი ამოცანა იყო იმის დემონსტრირება, რამდენად სწრაფად მოახერხებდნენ პერედისლოკაციას სამხედროები იმ რეგიონებში, რომელსაც უწევდა თავდაცვითი ოპერაციების წარმოება და უნდა ვთქვათ, რომ ეს საკმაოდ მაღალ დონეზე მოახერხეს ნატო-მა მოკავშირეებმა, დაახლოებით 48000 ჯარისკაცის თავმოყრა შეძლეს მოკლე დროში
პერიდისლოკაციით, ასე ვთქვათ, სხვადასხვა უბნებზე წვრთნის შესაბამისად უნდა ვთქვათ, რომ თუ კი ზაპად 2025-ის ასე ვთქვათ მასშტაბებს გავითვალისწინებთ, სარკისებურად ამაზე ნამდვილად უპასუხა ნატომ და აჩვენა, რომ მას აქვს უნარი, ასე ვთქვათ, გადაჯგუფდეს სწრაფად, რაც პრინციპში პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება თავდასხმის შემთხვევაში, რომ იმ უბანზე, სადაც მოხდება თავდასხმა, ვინც ჩაერთვება ნატოს მხრიდან თავდაცველებში, მისი გამაგრება მოხდეს სწრაფად, აი ეს პერიდისლოკაციით შესაბამისად ამან გვაჩვენა, რომ ამითი ნატომ გვაჩვენა, რომ მათ შეუძლიათ, ასე ვთქვათ, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და თუ კი სადმე არ მოიკოჭლებენ, სწორედ აი ეს იყო. ასევე თავში ვახსენდა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთმა დაიწყეს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრების, ასე ვთქვათ, გაძლიერება. საუბარი არის არა მხოლოდ ეგ წოდებულ დრაკონის კბილებზე, რომელიც ანტისატანკო ფორტიფიკაცია, ასევე ანტისატანკო თხრილებზე და ეს თხრილები პრაქტიკულად მთელს ხმელეთს გაივლის ამ სასაზღვრო მონაკვეთის, არ გაივლის დინარეს, ტბას და დაჭაობებულ ადგილს, იმიტომ რომ ეს ბუნებრივი დაბრკოლება არის და მასზე, ასე ვთქვათ, ტანკებით გადასვლა შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, როდესაც საუბრობთ იმაზე, თუ რასაკეთებს რუსეთი დასაშინებლად და დასავლეთის დასატერორებლად, შეგვიძლია ვთქვათ, რასაკეთებს თავის მხრივ დასავლეთი იმისთვის, რომ არ აყვეს ამ პროვოკაციას, თუმცა გაამყაროს თავისი პოზიციები. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუ კი არხი არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენს სოციალურ ქსელში, თქვენ კი ვინც მუდმივად მოყურებთ, მადლობა კიდევ ერთხელ. და ახლა რა ხდება ფრონტზე, თუმცა ფრონტზე გადასვლამდე, ასე ვთქვათ, კიდევ ერთ თემას შევეხები. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის ომი გაბოფიტვაზე და ვინც პირველი გამოიფიტება, ის ააგებს ამბობს და ამ გამომჩნევში ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მომეჩვენა სამხედრო ბიუჯეტები, რომლებიც მომავალ წლისთვის დაამტკიცეს უკრაინამაც და რუსეთმაც. რა თქმა უნდა, თავიდან ვფიქრობდი, რომ რიცხვები არ მომეყვანა, რადგან სამხედრო ბიუჯეტები გამოირჩევა იმით, რომ ძალიან ბევრი საიდუმლო მუხლი აქვს, თუმცა ისაც ღია წყაროებში იყო ხელმისაწვდომი, მაინც გადაწყვეტა გამეზიარებინა თქვენთვის და პრინციპში შეიძლება რეალური რიცხვები რაღაც სხვა იყოს, თუმცა პროპორცია არ მგონია, რომ არსებითად იყოს განსხვავებული. მოკლედ, უკრაინის შემთხვევაში გვაქვს 53.7 მილიარდი ამერიკული დოლარი, ხოლო რუსეთის შემთხვევაში 185 მილიარდი ამერიკული დოლარი, როგორც ხედავთ, 1/3-ზე და ცოტა მეტი პროპორცია არის რუსეთის სასარგებლოდ და ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, თუ კი სამჯერ აღემატება ეს ყველაფერი რუსეთის სასარგებლოდ და ეს ომი გამოფიტვაზეა, მაშინ ძალიან ბუნებრივია, რომ პირველი გამოიფიტება ის, ვისაც ნაკლები რესურსი აქვს. ამ კითხვის და საკმაოდ ლოგიკური კითხვის კონტრკითხვად ჩნდება შემდეგი კითხვა. კი, მაგრამ ეს ხომ არ არის ახალი ამბავი, რუსეთი ხო ისედაც აღემატებოდა როგორც ეკონომიკით, ისე შეიარაღებით, ისე რიცხოვნობით უკრაინას და როგორ შეძლეს უკრაინელებმა ეს 3.5 წელიწადი გაეძლოთ. მათ შორის ცოტა ხანში უკვე 4 წელი გახდება, ხო? თებერვალში მომავალი წლის. როგორ შეძლეს და აი აქ პასუხები რო ვეძებოთ, შეიძლება მივადგეთ აი ამ ფულის ოპტიმალურ გამოყენებას და აი ასე ვთქვათ, შედარებით თვალსაჩინო მაგალითი რომ მოვიყვანო, პირობითად ვთქვათ, რომ რუსული ტანკი რო დავამგვალოთ ჯდება 1 მილიონი ამერიკული დოლარი. მის გასანადგურებლად უკრაინელებს ჭირდებათ 50-დან 60-მდე 500 მაქსიმუმ 500 დოლარიანი დრონი. ავიღოთ 60 დრონი 500 დოლარად, ეს გამოვა 30,000 ამერიკული დოლარი, ხო? ანუ გამოდის, რომ მილიონიან ტანკს ანადგურებენ 30,000 დოლარით. შესაბამისად, აი ამაში შეიძლება ვეძებოთ პასუხი, რომ აი არსებული რესურსების და ფინანსების უფრო გონივრულ გამოყენებაში. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ იმაზე, თუ რა ხდება ფრონტზე, რამდენიმე მიმართულებაა. პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ სუმზე, საიდანაც რუსებმა ვიცით, რომ ძირითადი ჯარები მოხსნეს და დონეცკის ფლანგზე გადაისროლეს და შესაბამისად არ დაახანა, ასე ვთქვათ, შედეგმა და მივიღეთ ის, რომ უკრაინელებმა წინსვლა დაიწყეს და შეტევაზე არიან და სოფელ-სოფელს ათავისუფლებენ და სუმში პრაქტიკულად მიზერული დონით, სუმის ოლქში მიზერული დონით დარჩა, ასე ვთქვათ, რუსეთის ოკუპაცია და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის ცოცხალი ძალა ზოგადად ომში, რაც არ უნდა ტექნოლოგიურად მაღალ განვითარებული იყოს, რაც არ უნდა ბევრი დრონი იყოს ჩართული ამ ომში, რაც არ უნდა, ასე ვთქვათ, არტილერიამ და ავიაციამ და რაკეტებმა იმუშაოს, თუ კი ცოცხალი ძალა არ არის, ომის ბედის გადაწყვეტა, ასე ვთქვათ, შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, თავისთავად ფაქტი, რომ
რომ რუსები იძულებულები გახდნენ რომ სუმდან მოეხსნათ ეს დანაყოფები და გადაესრულათ დონეცკში, მივხვდით იმაზე, რომ მათაც ისე კარგად არ აქვს საქმე, როგორც წარმოაჩენენ, სხვა შემთხვევაში გაუგებარი, რატომ არ გააგრძელეს იქაც და იქაც შეტევა, ხო? ასე რომ მოდი ამ სპეკულაციებსაც მოვეშვათ და ფაქტობრივი მოცემულობა ავიღოთ, რომ ასე ვთქვათ, სუმის დეოკუპაციამდე ბევრი აღარ დარჩა. ახლა რაც შეეხება კუპიანსკში არის საკმაოდ ასე ვთქვათ რთული ვითარება და თქვენ ლუკაზეც გაქვთ საშუალება ამის ნახვის. ჩრდილო-დასავლეთიდან ცდილობენ რუსები რომ შემოუარონ და ქალაქი ალყაში მოაქცენ და მთლიანად აიღონ. რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქის ცენტრში მიმდინარეობს ბრძოლები, თუმცა ამას უარყოფს უკრაინის გაერთიანებული შტაბი და ამბობს, რომ მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთით მიმდინარეობს ბრძოლები და ქალაქის აღებამდე რუსებს ძალიან ბევრი აკლიათ. უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი ფაქტი, კუპიანსკშიც ისევე როგორც ავდიევკაში და მანამდე სუჯაში რუსებმა მიმართეს მილში გაძრომის ტაქტიკას. ჩვენ ვიცით, რომ ბუნებრივი აირის მილებს, რომელსაც ბუნებრივი აირი აღარ გადის, იყენებენ ასე ვთქვათ დესანტირებისთვის რუსები. ის რომ მე ამას ონკოლოგიური დაავადებები მოყვა და ზოგი იქვე გაიგო და ამას თავი დავანებოთ და ვისაუბროთ ახლა იმაზე, რა განსხვავება იყო ამ შემთხვევაში კუპიანსკის და წინა ორი ოპერაციის შორის. თუ კი წინა ორი ოპერაციის შედეგად მოხერხდა ის, რომ პირდაპირ უკრაინელების ზურგში აღმოჩნდნენ აი ამ მილში გაძრომით რუსები, ამ შემთხვევაში ეს მილი გამოიყენეს იმისთვის, რომ კუპიანსკში იმ წერტილში მისულიყვნენ, რა წერტილშიც იყვნენ მანამდე რუსების შეგროვებულები და როგორც ჩანს, ამისი მიზანი იყო, რომ ისე გადაადგილებული იყვნენ, რომ უკრაინული დრონების თავდასხმის ობიექტები არ ყოფილიყვნენ. მე რომ არ შემეშალოს თვითონ სოფლებს გეტყვით, სოფელი პერვი ლიმანში იწყება ეს მილი და მთავრდება დაკოვკაში, ასეთი ორი სოფელი არის, დაახლოებით 10 კილომეტრის მილი არის და მასში გაძრომის შედეგად, ასე ვთქვათ, რუსების ძირითადი თავშეყრის ადგილზე მოახერხეს მისვლა რუსებმა თვითონ და როგორც გითხარით, საკმაოდ მძიმე ბრძოლები არის. შეგახსენებთ, რომ ეს არის ხარკოვის ოლქის მიმართულება და მათ შორის ამ ქალაქის აღებაც და შეტევაზე გადასვლაც უნდა დასრულებული იყოს საზაფხულო კამპანიის პარალელში, რომელიც ვერ მოხდა. ეხლა ჩვენ საშემოდგომო კამპანიას ველოდებით, ვადევნებთ თვალყურს, სანამ უკრაინაში ასე ვთქვათ, ეს მწვანე საფარი ჯერ კიდევ არის, რუსები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი აიღონ. ნახოთ კუპიანსკში როგორ განვითარდება მოვლენები. ყოველ შემთხვევაში, როგორც გითხარით, თვითონ რუსები ამტკიცებენ, რომ ქალაქის ცენტრში არიან უკვე შესულები და იქ მიმდინარეობს ბრძოლები. უკრაინელები ამბობენ, რომ მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთით არიან შესულები და იქ მიმდინარეობს ბრძოლები. ნახოთ დაახლოებით კუპიანსკის მიმართულებაზე თუ მეხსრება ამღალატობს მესამე-მეოთხე კვირა მიმდინარეობს იერიში და ჯერ ყოველ შემთხვევაში დადასტურებული ინფორმაცია, რომ ქალაქი დაეცა, თვითონ რუსებსაც კი რუსების გადამოსახედიდან ქალაქი აიღეს, თვითონ რუსებსაც არ გაუცელებთ ეს ინფორმაციები და არც უკრაინელები ადასტურებენ იმას, რომ ქალაქის ცენტრში მიმდინარეობს ბრძოლები. სანამ ფრონტის სამხრეთით დობროპოლისკენ გადავინაცვლებთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თუ არ ხართ გამოწერილი, გამოიწერეთ და ლაიქით ვიდეო გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. დობროპოლის მიმართულებას რაც შეეხება, თქვენ გახსოვთ, რომ აქ საკმაოდ დიდი გარღვევა იყო რუსული დანაყოფების ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოსკენ და ეს იძლეოდა საშუალებას, რომ შემოიარათ როგორც პოკროვსკისთვის, ასევე სამხრეთით, ასე ვთქვათ, პოკროვსკისთვის შემოერათ აიღოთ ქალაქი, ასევე ჩრდილოეთით განავითარებინათ შეტევა კრამატორსკი, კონსტანტინოვკა, სლავიანსკის მიმართულებით, აი ამ აგლომერაციის დაკავება უნდათ როგორც ისეთ რუსებს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში შეძლონ და გავიდნენ დონეცკის საზღვარზე. თუმცა აი აქ თქვენ ხედავთ რუკაზე უკვე რა მდგომარეობა არის, წვანეთი არის მონიშნული ის ადგილები, რომელიც უკრაინელებმა დაიბრუნეს ბრძოლით და ხედავთ, რომ საკმაოდ დიდი ნაწილები გარშემორტყმული არის, რუსული ნაწილები გარშემორტყმული არის უკრაინის ალყით და საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან ამ მიმართულებაზე რუსები. შესაბამისად, აი ეს გარღვევა შეიძლება ითქვას, რომ თუ კი პირველ ეტაპზე წარმატებად ითვლებოდა, ახლა უკვე დიდი თავისტკივილია რუსული ჯარებისთვის, რაც შეეხება კიდევ უფრო სამხრეთით, საუბარი არის პოკროვსკის მიმართულებაზე. თქვენ იცით, რომ ეს არის უბანი, სადაც ხდება
სამი ოლქის გზაგასაყარი, ასე ვთქვათ, ზაპოროჟიის, დნეპროპეტროვსკის და დონეცკის ოლქის. სწორედ ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა ქალაქ პოკროვსკს და მის აღებას. ამ მიმართულებაზე არანაირი წინსვლა არ არის, ასე ვთქვათ, როგორც ჩანს რუსულმა გენერალებმა გადაწყვიტეს, რომ პირდაპირ იერიში არ მიეტანათ და აქაც შემოვლას ცდილობენ, თუმცა რაღაცნაირად ხელშესახები აქ არაფერი არ ხდება. პრაქტიკულად ამ მიმართულებაზე დიდი წინსვლა რუსების არ აღენიშნება. აი თქვა ეს 4 მონაკვეთი რო ავიღოთ აქტიური საბრძოლო მოქმედება სადაც მიმდინარეობს 4-ვე მათგანის მდგომარეობა გაგაცანით და თქვენ გადაწყვეტეთ ახლა რამდენად დიდი არის რუსების უპირატესობა. სამწუხაროა ის ფაქტი რომ უკრაინელებს არ აქვთ საშუალება ფართომასშტაბიან კონჩეტევაზე გადასვლის, თუმცა ის რომ თავს იცავენ ეს მისასალმებელი არის და თვითონ უკრაინაში დაცხადებენ რომ დონეცკის ოლქზე ასე ვთქვათ, კონტროლის დაკარგვას არ აპირებენ და ბოლომდე იბრძოლებენ ამ მიმართულებით. ნახოთ, რით დამთავრდება საშემოდგომო კამპანია რუსების, როგორც ისეთ საზაფხულო ჩავარდა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იგივე ბედი ეწევა საშემოდგომო კამპანიასაც. ახლა რაც შეეხება თვითონ უკრაინელების ინიციატივებს, სადღაც უკვე ერთ თვეზე მეტია ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს რუსეთის სიღრმეებში, ასე ვთქვათ, ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხნები იქნება თუ სხვა სამხედრო თუ ნახევარ სამხედრო ობიექტების დაბომბვა დრონებით და რაღაცა პერიოდულობით გარკვეულ რეკორდებს ხსნიან, ასე ვთქვათ, უკრაინელები და ჩვენ ახლა ვიხილეთ კიდევ ერთი ასეთი დრონი მიფრინდა რუსეთში პერმის ოლქში. ეს არის დაახლოებით 1600 კილომეტრზე მეტი, ბოდიში 1859 კილომეტრი, როგორც ახლა თქვენ რუკაზე ადევნეთ თვალყურს, რა თქმა უნდა ეს არ არის ასე ვთქვათ პირდაპირ საჰაერო გზა, თუმცა უნდა ითქვას, რომ 1500 კილომეტრზე მეტი ნამდვილად არის, იმ შემთხვევაში თუ კი ხარკოვიდან მოხდა ამ დრონების გაშვება და აი ასეთ მანძილების დაფარვა უკრაინული პილოტების მისასალმებელი არის. ესეთ რაღაცაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. რუსეთის დიდი და ფართო ტერიტორია, რომელიც მათთვის ხშირ შემთხვევაში დიდი უპირატესობა არის, იმიტომ რომ სიღრმეებს აძლევს, ასევე შეუძლია კარგად განალაგოს და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, წერტილებში მოხდეს ძალების თავმოყრა. აი ეს სიდიდე ასევე თავის ტკივილი არის რუსეთისთვის, რადგან აი ამ ხელა ტერიტორიის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით მთლიანად გადაფარვა პრაქტიკულად შეუძლებელი არის და სწორედ ამიტომ ხდება, რომ უკრაინელები ახერხებენ და აი ესეთ სიღრმეებში უტყამენ, რადგან როგორც ჩანს, კარგად მუშაობს დაზვერვა და ნაპოვნი აქვს გზები, რა გზებით შეიძლება შეფრინდეს ეს უპილოტო თვითმფრინავები, უპილოტო საფრენი აპარატები ასეთ სიღრმეებში და მოხდეს რუსული ინფრასტრუქტურის განადგურება. ეს სადაზვერვო ინფორმაცია, თქვათ, დასავლელი მოკავშირეების მიერ არის მიწოდებული, თავად უკრაინელები, ასე ვთქვათ, აგენტურული გზებით შიგნით რუსეთში მუშაობენ, თუ რა ეს ამას მტკიცება არ შეგვიძლია. ფაქტია, რომ ეს მონაცემები აქვთ უკრაინელებს, მას კარგად იყენებენ და ასე ვთქვათ, რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელ რესურსებს ძალიან სერიოზულ დარტყმებს აყენებენ. პრინციპში დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა რომ მიყურეთ. ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, კიდევ ერთხელ გთხოვთ გამოვიწერეთ არხი და ლაიქით ვიდეო, გააზიარეთ სოციალურ ქსელებში, ასევე შეგახსენეთ ახალი ინიციატივის, ახალი პროექტის შესახებ, რომელიც ჩემი გრუპთან დავიწყე, ერთად დავიწყე. ეს არის ბოლო სიტყვა. ამ პლატფორმის აღწერაც იქნება ბოდიში ამ პლატფორმის ლინკიც იქნება აღწერაში ასევე დაგხვდება თან გარშვის ნომერი დონაციის შემთხვევაში, არხზე დონაციის შემთხვევაში შეგიძლიათ ნებისმიერი თანხის ჩავიწყო. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა რომ მიყურებთ, ლაიქებთ ვიდეოებს, დროებით მომავალ შეხვედრამდე.